გარეგანი და შინაგანი რელიგიურობა. ყველა ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარეგნულად არიან ძალიან რელიგიურები და სინამდვილეში ხასიათში საერთოდ არაფერი ღვთიური არ აქვთ. არიან პირიქითაც, რომელიც გარეგნულად ვერ შეატყობ, რომ არიან რელიგიურები, არაფერი ისეც არ აკეთებენ, მაგალითად აშლილება არ დადიოდნენ ეკლესიაში, არ კითხულობენ იქ ბიბლიას, ან არ აქცენტირებენ აი თავიანთ რელიგიურობას, რაიმე მიმართულებით, არ საუბრობენ თავიანთ რელიგიურობაზე, თავიანთ რწმენაზე და ასე შემდეგ, მაგრამ გულისწყრომაში არიან ძალიან რელიგიურები, რომ ჯერ თუნდაც ღვთის, ან იცავს იმ კონკრეტულ ცნებებს. ამას უკვე გაცნობის შემდეგ უკვე დაინახა. არიან რა თქმა უნდა ისეთები, რომლებიც რეალურადაც არიან რელიგიურები და თვითგამოხატვაც აქვთ შესაბამისი, მაგრამ ჩვენ როგორ ვნახოთ ეს ყველაფერი ნატალურ რუკაში. რეალურ რელიგიურობას და რელიგიურობა არ უნდა შეგეშალოთ შემწყნარებლობაში და რბილ ხასიათში და სიკეთის კეთებაში, იმიტომ რომ ადამიანი შეიძლება იყოს ათეისტი და იყოს კეთილი. შესაბამისად, რელიგიურობას, შინაგან რელიგიურობაზე პასუხს აგებს მეოთხე სახლი და გარეგნულ რელიგიურობაზე პასუხს აგებს მეხუთე სახლი. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, აქ ცუდი არის ავი პლანეტები და ყველაზე მეტად შედარებით, ცუდი არ ითქმის, მაგრამ ეს უხვთო ადამიანები, როგორც ეძახიან, არიან ესეთი ნიშნები, რომლებიც მაინც და მაინც რბილები არ არიან ქცევაში. შესაბამისად, თუ მეოთხეს კუსპიდზე დგას კონკრეტული ისეთი ნიშანი, რომელიც არ გამოირჩევა დიდად სირბილით, ხასიათის სირბილით და ღვთისმოყვარეობით, როგორც არის მაგალითად ქალწული, მაგალითად მერწყული, აი ეს ჰაერის ნიშნები უფრო მეტად მენტალურად აზროვნებენ, უფრო ლოგიკურად აზროვნებენ, შედარებით ესეთი ღვთიური იმდენად, ესე ვთქვათ, არ სჯერათ. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ ისინი არ არიან რელიგიურები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი ზოგადად მთელი რუკით განისაზღვრება, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ რუკაზე ერთი დახედვით, კუსპიდიდან გამომდინარე, რამდენად რელიგიური შეიძლება იყოს ადამიანი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს არ არის სრული ანალიზი, ეს არის, ესე ვთქვათ, რაღაც ინფორმაციის ამოღება რუკაზე ერთი დახედვით, რომელიც ყველა შეუძლია, ხო? როდესაც ვნახავთ მეოთხეს კუსპიდზე იქ თხის რქას, მერწყულს, ისედაც ვივარაუდებთ, რომ მაინც და მაინც შეიძლება ეს ადამიანი არ იყოს რელიგიური. რაც უფრო დაზიანებულია მეოთხე სახლი, მით უფრო მეტად პრობლემა აქვს ადამიანს ღმერთის შეცნობაში. რაც უფრო მეტად დაზიანებულია მეხუთე სახლი, ამ შემთხვევაში გამოხატვა არ იქნება ისეთი რელიგიურობის. ანუ რაც უფრო დაზიანებულია მეხუთე სახლი, იმდენ უფრო ნაკლებად რელიგიური არის ადამიანი თვით გამოხატვაში, ანუ არ ჩანს მისი რელიგიურობა დიდად. როდესაც ჰარმონიულია, ამ შემთხვევაში უფრო მეტი ესე ვთქვათ, საშუალო სიტუაცია გვაქვს, რომ თითქოს ჩანს, რომ ადამიანი არის რელიგიური, მაგრამ არ აქცენტირებს ამ ყველაფერზე.